ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით. დღეს საკმაოდ საინტერესო გადაცემა გელით, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ასე აღმოჩნდება. გადაცემა ჩაწერილია რამდენიმე თვის წინ, 2024 წელს ძალიან საინტერესო დღეები გაიმართა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იაპონიაში, სადაც იაპონელებს ქართველებმა გააცნეს საკუთარი ხელოვნებაც, საკუთარი თვითშემოქმედება და ასევე ჩვენი სპორტსმენებიც იყვნენ. ამ დღეების ფარგლებში მე ეს წილად ხვდა ბედნიერება იქ ყოფნის, ჩავწერეთ ჩვენი ელჩი იაპონიაში, თეიმურას ლეჟავა. ლავ ტოკიო, ლავ იაპონია. და ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თემურ ლეჟავა. და მე მოვედი გინზას ქუჩაზე, სადაც არის შენობა, ძალიან საინტერესო, ამის ისტორიასაც ჩვენ ცოტა ხანში მოვისმენ. ეს არის ტორაიას ცენტრი, სადაც მე ელჩი მელოდებ. სალამი თემურ, კიდევ ერთხელ ახლა უკვე ერთ-ერთზე ვისაუბრებთ შენ შესახებ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლისთვის ძალიან ბევრი რამ იქნება ახალი ამ ქვეყნის შესახებ და კერძოდ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის შესახებ, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელი რაც აქ არის? უკვე 3 წელია. უკვე 3 წელია ამ სტატუსით არის და ვინ არის თემურ ლეჟავა. დიდი მადლობა. ძალიან მეხარია, რომ ესეთი შესაძლებლობა მომეცა. მადლობა ჩამობზანებისთვის. იაპონია შორი ქვეყანაა საქართველოსთან, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა გვაერთიანებს. სწორედ ეს მაძლევს მე ყველაზე დიდ სტიმულს, რომ აქ ვიმუშაო ჩემს სამშობლოსთვის. კითხვას რაც შეეხება, მე ვარ ქართველი ადამიანი. და მე ვამაყობ, რომ საქართველოში არიან ჩემი თანამემამულეები და ჩემიანები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიდი ხანი ვცხოვრობდი მე იაპონიაში, სადღაც 25 წელიწადზე მეტია, უფრო რაც აქ გატარებული მაქვს დრო. სუსუპირველად ვიყავი აქ 92 წელს ჩამოვედი მშობლებთან ერთად. და მაგის მერე ფაქტიურად მთელი ცხოვრება 4 წლის ვიყავი და მთელი ცხოვრება ვაგრძელებ იაპონიასთან კავშირს. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია, რომ ეხლა უკვე ოფიციალურად წარმოვადგენ ჩემ ქვეყანას. მანამდე იყო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები, მაგრამ სულ მიწევდა საუბარი საქართველოს შესახებ. კარგი, როგორც ადამიანი, როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს? მე მგონია, რომ ძალიან მეგობრული ადამიანი ვარ. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ხალხთან ურთიერთობა, ახალი მეგობრის შეძენა, ძალიან მიყვარს ცხოვრებაში ბევრ სხვადასხვა ადგილას მიცხოვრია, ესე მომიწია და ყოველთვის დიდ სიამოვნებას პოულობდი იმაში, რომ ახალი ადამიანი გამეცნო. ჩემგან ხაზ გაუსმევ ერთ ამ მნიშვნელოვან გარემოებას. ჩემი გადმოსახედით, რატომაც აიტაცა იაპონურმა მედიამ თემურ ლეჟავას ფაქტორი არის ის, რომ განსაკუთრებულად იგრძნობა სურვილი საკუთარი ქვეყნის ტრადიციის, კულტურის, ისტორიის, გასტრონომიის, სპორტის და ყველა იმ მიმართულების, რომელიც შესაძლებელია რომ მოიტანო იაპონელ მოქალაქეებამდე, მაქსიმალურად აკეთებ, ოღონდ მაქსიმალურად აკეთებ პირველ პირში. თან ყველაფერთან ერთად. არა მარტო ღონისძიებების მხრივ, არამედ ვიზუალურად. პირველ რიგში
რაც კი აქამდე შემხვედრია და ესეთი ფოტოგრაფიული მეხსიერებით დამახსოვრებია, ეს არის შენი ხშირი გამოყენება ქართული ჩოხის. ეს სოციალურ ქსელებშიც ისახება და ალბათ ისედაც ხშირად იყენებ. ესეც ძალიან დასაფასებელი არის. ეხლა დღეს და არა მარტო დღეს, მე ამას ხაზს უსვამავ არა მარტო ამ ინტერვიუსთვის, თემული ძალიან ხშირად ასევე იყენებს იაპონელების ეროვნულ სამოსს, ეს ალბათ ერთგვარი პატივისცემაა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ცხოვრობს, სადაც მოღვაწეობს. საიდან წამოვიდა ასეთი ფორმის სურვილი, რომ გამოგეხატა საკუთარი იდენტობა თუნდაც ამ ჩვენთვის ძალიან შორეულ ქვეყანაში. პირველ რიგში ესეც ისევ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე არის. როდესაც იაპონიაში გავიზარდე, ესე იგი რომ შემხედო მიუხედავად იმისა, რომ ენა კარგად მესმის, ამათი მენტალიტეტი კარგად მესმის და ვიზიარებ ბევრ კულტურას, არანაირად არ ვგევარ იაპონელს. შეხვდები რომ მივხვდები რომ არ ვარ იაპონელი. მე მუდამ ძიებაში ვიყავი, ვინ ვიყავი მე. და იაპონიაში ძალიან ცოტა ქართველია. ქართული კულტურა საერთოდ არ არის. და ამის პოვნა გამიჭირდა ძალიან. მაგრამ ისე მოხდა რომ 15-16 წლის ასაკში მე გამიჩნდა რაღაცნაირად ბუნებრივად ის სურვილი რომ საქართველოში დაბრუნებულიყავი და მენახა ჩემი სამშობლო რა არის, იმიტომ რომ ძალიან შემაწუხა ამ კითხვამ. ვერ პოვლობდი ჩემ თავს. სწორედ მაგ დროს მოხდა რაღაცნაირად ძალიან ჩემთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო ეს, რომ საქართველოში რომ ჩავედი, ვისწავლე ქართული კულტურა, ლიტერატურა. იქ აღმოვაჩინე, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოსი. და ეს არის ძალიან ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო. რომ ჩვენი სამოსი გვაქვს. კიდე აღმოვაჩინე ეს ღვინის კულტურა, პოლიფონია, ცეკვა და ჩემთვის ეს იყო რაღაცა ძალიან დიდი საჩუქარი, რომ ჩვენ მე მაქვს საკუთარი იდენტობის ამდენი ელემენტი. წარმოუდგენელი რაღაცა, რომ ესეთ პატარა ქვეყანაში ამდენი სხვადასხვა ბუნება, კულტურა, ესეთი განსხვავებული ხალხი და ესეთი ნიჭიერი ხალხი, რომ იბადება და არსებობს. მე ამ გამოცდილებამ ძალიან დიდი პასუხი მომიტანა უშუალოდ ჩემ თავზე და შემიყვარდა ძალიან დიდი კომფორტი ვიგზენი, რომ როდესაც ჩამოვედი იაპონიაში, შემეძლო იაპონელ ადამიანის მიმართ თამამად მომეყვა ჩემ შესახებ. მერე მივხვდი მშობლები ყოველთვის რატო ესე ძალიან ყურადღებას აქცევდნენ ქართულ კულტურას, როდესაც ჩამოდიოდა ქართველი სტუმარი ძალიან დიდი ძალიან თბილად ხვდებოდნენ და მანამდე ეს არ მესმოდა. მე ეს უკვე გავიგე. თანაც ამას ემატება ის მომენტი, რომ ჩვენ საქართველოს ძალიან დიდი, ძალიან რთული ისტორია გამოვიარეთ. და მივხვდი, რომ რეალურად ჩემმა წინაპრებმა თავგანწირვით დაგვიტოვეს ჩვენ ასეთი კულტურა. აუცილებლად უნდა გითხრათ ჩვენი პარტნიორის შესახებ, ახალი პარტნიორის შესახებ, Central Park Towers-ის შესახებ, რომელიც 2025 წლიდან ამ გადაცემის პარტნიორია, მადლობა მათ ამისთვის. ქალაქ თბილისში ისეთი კომერციული ფართები, რომლებიც გაქირავებულია და სტაბილურ შემოსავალს იძლება, შესაძენად ხელმისაწვდომი არ არის. ასეთი კომერციული ფართის მინიმალური ფასი 500.000 აღემატება, ხოლო ყოველწლიური შემოსავალი 6-7% შეადგენს. ეს საშუალო სტატისტიკურად. ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენმა პარტნიორმა შეძლო შეიქმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას უკვე 150.000-ად შეიძინოს კომერციული ფართი Redison Blues სასტუმრო ნომრის სახით, სადაც ყოველწლიური შემოსავალი
35,000-ია. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო შეექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელსაც ანალოგი არ ექნებოდა და დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ Redison Blu სასტუმროს ნომერი 150,000-ად, როგორც ნახსენები იყო ყოველწლიური შემოსავალი 35,000-ის ოდენობით. სადაც ასევე განთავსდება, კომპლექსში ასევე განთავსდება მაღალი კლასის საერთაშორისო რესტორნები მონაკოდან, მაიამიდან, პარიზიდან, როგორიცაა ჩოტო მარე, ბიფ ბარი და სხვები. მაღალი კლასის ბრენდების სავაჭრო ცენტრი ლონდონიდან ყველაზე საინტერესო მაღაზიებით. ყველაზე დიდი მულტიფუნქციური ივენთ ჰოლი 3,000 ადამიანზე, საუკეთესო სპაუზები და ასევე უნიკალური ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ის ამბავი მოყავი, როგორ მოახდინა შქმერულის პოპულარიზაცია იმ დონემდე, რომ ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შქმერული დღეს ძალიან ბევრ იაპონურ რესტორანშია, ერთ-ერთ კერძად, ხო? დიახ. შქმერული იაპონიაში ძალიან ცნობილი გახდა. ერთ-ერთმა ქსელმა დაიწყო ამაზე მუშაობა. ყველაზე ბოლო სტატისტიკა რო გითხრა, თებერვალში იყო ამის კიდევ ერთხელ გაყიდვა, 1000 ფილიალში ჩაუშვეს, უზარმაზარი გამოხმაურება ჰქონდა და ერთი თვის განმავლობაში უფრო ნაკლები. მილიონი პორცია გაიყიდა. ესე იგი მილიონმა იაპონელმა დააგემოვნა შქმერული. აი როგორ მოხდა ეს? ესე იგი თავიდან რომ ჩამოვედი საელჩოში, სოციალურ ქსელების გამოყენება არ იყო იმდენად ეფექტური, როგორც დავინახე. და თავიდანვე გადავწყვიტე, რომ მეტად გამომეყენებინა სოციალურ ქსელები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სასარგებლო არხი იმისთვის, რომ მასიურად ხალხს მიაწოდო შემქვეყნის შესახებ პირდაპირ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, თავიდანვე დავიწყე ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი მუშაობა. სწორედ შქმერულის შემთხვევა იყო ძალიან კარგი მაგალითი. თავიდან ერთ-ერთმა რესტორანმა მაცუიამ დაიწყო შქმერულის გაყიდვა და ცდა ჩაატარა თავიანთ რამდენიმე ფილიალში მხოლოდ. ეს გავიგე თუ არა, ვესტუმრე იმ ფილიალს, დავაგემოვნე, გადავიღე სელფი და იმ დროს რაც მქონდა ემოციები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ემოცია მქონდა, დამხვდა შქმერული ამ იაპონიაში მოულოდნელად. და ეს რო გავაზიარე, იქ სოციალურ ქსელებში ძალიან გავრცელდა. ბევრმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია, ბევრი ესტუმრა, სადაც მე ვიყავი, კარგი გამოხმაურება დადო და მე შემდეგ ამ რესტორანმა გადაწყვიტა, რომ სხვა მთელ ქსელში ჩაეშვა. ეს იყო ეს პირველი, ასე ვთქვათ, success story შქმერულს რაც შეეხება და სწორედ მაქედან კარგად შევიგზენი, რომ ძალიან დიდი ძალა აქვს სოციალურ ქსელებს. თემურ, ასევე ფესტივალი, რომელიც ვახსენეთ, ამ ფესტივალზე გაიმართა მორიგი წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით ელჩის ჩანახატები, ხო? დიახ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა ეს ნაწილი მაყურებელთან ერთად. თემოსანა მოაწერ, ეს პირველი წიგნი არის? პირველი წიგნი არის ესა, ხო? ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო. და სწორედ იმით დავიწყე, რომ საქართველო გავაცნო. პირველი გამოშვება იყო ესა. ეს როდის გამოვიშვა? ეს გამოვშვით 2023 წლის იანვარში. და მეორე არის გაგრძელება? მეორე არის სწორედ ჩემს მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ბუნებრივია საქართველოს შესახებ ამ წიგნში წიწებია. მოდი მოვყვეთ შენი ბავშვობის შესახებ და იმ ისტორიის შესახებ, ზოგადად ოჯახი როგორ აღმოჩნდა იაპონიაში. მე რამდენიც ვიცი, ასევე უკავშირდება მეგობარს, რომელიც ჰიროსიმადან არის, ხო? დიახ. თავიდან საბჭოთა კავშირის დრო იყო, როდესაც ბაბუა ჩემმა საერთაშორისო კონფერენციაში გაიცნო
იაპონელი ექიმი, გინეკოლოგი. და იმ ადამიანს თხოვა, რომ ჩემი мама, ანუ ბაბუაჩემის შვილი წამოსულიყო იაპონიაში სასწავლებამდე. იაპონია არის ბიოლოგიაში, მედიცინაში ძალიან წინ წასული ქვეყანა და შესაბამისად ალბათ იფიქრა, რომ კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. და ბოლოს როგორც იქნა წლების შემდეგ, მამაჩემის იაპონიაში ჩამოსვლა გადაწყდა. ამიტომ ჩვენ ესე რომ დავფიქრდეთ, სადაც 40 წელია, რაც ჩემ ოჯახს აქვს უშუალოდ იაპონიასთან კავშირი. იყო ის ძალიან საინტერესო, რომ ეს იყო ჰიროშიმა. ეხლა რომ ახსენეთ, ჰიროშიმელი ადამიანი ეს გინეკოლოგი ექიმი არის ამ დიდი დაბომბვის ბირთვული იარაღის მსხვერპლობას გადაურჩა. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, იმიტომ რომ ის ცოტათი შორს ცხოვრობდა ამ სადაც დაიბომბა იმ ადგილიდან. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მისი კლასელები ვინც იყვნენ, ყველა გარდაიცვალა და ეს გადარჩა შემთხვევით. ესე ჩემთვის ძალიან სიმბოლური ისტორია არის, რატომაც კიდევ უფრო ვფრთხილდები ჩემ იაპონიასთან კავშირს, როდესაც ვიცი, როგორი ისტორია დგას ჩემ ოჯახის თუნდაც იაპონიაში ჩამოსვლის უკან. იაპონიაზე ასევე ვიცით, რომ ერთი სამწუხარო რეალობა გააჩნია, ეს არის სტიქიური უბედურებები და ეს არის მიწისძვრა. ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად რაც ამ ქვეყანაში ხდება და ვიცი, რომ ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის დროს მატარებელში იყავი, ხო? როგორ ხდება? დიახ. ეხლა წელსაც იყო კანაზავაში, ჰოკურიკუს ტერიტორიაზე ძალიან დიდი მიწისძვრა და სწორედ მაგ დროს 1 იანვარი იყო და მივემგზავრებოდი მაგ მიმართულებით, სადაც მიწისძვრა მოხდა და ისე მოხდა, რომ მატარებელში ჩავიკეტეთ მთელი ოჯახი და მთელი ღამე იქ გათენება მოგვიწია. ეს მიწისძვრა სამწუხაროდ წინასწარ ვერასდროს ვერ განსაზღვრა, როდის იქნება და ერთ-ერთი ის ფაქტორი არის, რაც სულ მუდმივად ასე თუ ისე დაზაბული ხარ, იმიტომ რომ საელჩოში რომ მუშაობ, ბუნებრივია უნდა იზრუნო მოქალაქეებზეც და ამაზე საკმაოდ ხშირად მიწევს ჩვენ მოქალაქეებთან საუბარი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ესეთი რაღაცა მოხდეს. ოჯახი ახსენე და ოჯახზე მოგვიყევი, როგორ გაიცანი ანა. ჩემი მეუღლე ანანო სიჭინავა გავიცანი სწორედ წეგან რომ ახსენე, როდესაც 15 წლის ვიყავი და საქართველოში დავბრუნდი, ვსწავლობდი ამერიკულ აკადემიაში და ისე მოხდა, რომ ჩემი მომავალი მეუღლე იქ ჩემთან ერთად კლასში სწავლობდა. თავიდან მეგობრობდით, მერე შემდეგ მოხდა, რომ ორივენი დავბრუნდით სამშობლოში 2015 წელს. და მაგ დროს რომ კიდევ ერთხელ გავიცანით ესე ერთმანეთი, მერე დავიწყეთ ურთიერთობა და ეხლა უკვე ოჯახად ჩამოვყალიბდით. ყავს 3 შვილი. ეხლა ყავს 3 შვილი, სამენი გოგოები არიან. მე მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ანა მახსოვს ძალიან ბევრი წლების წინ რა, იმიტომ რომ ანას დედა არის ჩემი უფროსი მეგობარი, ქალბატონი მარინა და მათ შორის ვერავინ ვერას ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების მერე ესე იაპონიაში აღმოჩნდებოდა. პირველი კითხვა სწორედ თამაში მდგომარეობს, რამდენად გაგიმარტივდა ან გაგიჭირდა მას შემდეგ, რაც შეუღლდით შენ და თემო იაპონიაში გადმოსვლა და ცხოვრება. თემუკას ფაქტორის გამო ძალიან გამიმარტივდა, იმიტომ რომ თემუკა 4 წლიდან იაპონიაში ცხოვრობს და შესაბამისად მისი ბავშვობის წრე, მეგობრები ყველანი არიან იაპონელები, უმეტესწილად. შესაბამისად რომ ჩამოვედი, ამან ძალიან ბევრი რაღაცა გაამარტივა და არასდროს არც ერთი დღე არ მქონია, როცა აქან ტურისტად ვიგრძენი თავიან, ასე შემდეგ რაღაცა ვცნობდი, როგორც მათი ოჯახის წევრად თავს. როგორი ქვეყანა? აი ხო არის ძალიან დიდი კონტრასტი კულტურებს შორის, ქართულ კულტურასა და
იაპონურ კულტურას შორის და რამდენად მარტივი ადაპტაცია და როგორები არიან იაპონელები? იაპონელები არიან არაჩვეულებრივი ხალხი. მე განსხვავებაზე მეტად უფრო საერთო მახასიათებლებს ხედავ ჩვენს კულტურებს შორის, რაც უფრო მიმარტივებს მათთან ურთიერთობას. აი რა მაგალითად? თუნდაც ტრადიციების მიმართ დამოკიდებულება ძალიან დიდ პატივს სცემენ, ამას არ აქვს მნიშვნელობა ხანში შესული ადამიანი თუ ახალგაზრდაა, არიან უაღრესად პატივით განწყობილი მათი ტრადიციების მიმართ და სხვისი ტრადიციების მიმართ. შესაბამისად, აი განსაკუთრებით ახლა საქართველოს ფესტივალზე ეს კარგად ჩანს, რამხელა ახტაცება აქვს ქართველების მიმართ, ქართული პოლიფონიის მიმართ, ქართული ცეკვის მიმართ. მოგვიყევი თემას, დაგვიხასიათე, იმიტომ რომ გადაცემა მასზეა თავიდან ბოლომდე აგებული და როგორია სახლში? სახლში არის ძალიან მშვიდი, ძალიან თბილი, არ ვიცი, სახლში ყველაზე ნაკლებად საუბრობთ იმ პასუხისმგებლობაზე, რაც აკისრია და რასაც უთმობს ალბათ ცხოვრების უმეტეს. და იმ მაგაზე ვილაპარაკოთ, როგორც მეუღლე, როგორც მამა. არის არაჩვეულებრივი პარტნიორი ჩემთვის, იმიტომ რომ ყველაფერს აბსოლუტურად ვაკეთებთ ერთდროულად, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ მით უმეტეს ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბავშვებს ვდით ერთად. და ბოლოს მე რამდენიც ვიცი, საკმაოდ პოპულარულია, ხო, იაპონიაში, იმიტომ რომ არ არის მარტივი ელჩმა დაწერო წიგნი, სადაც მოღვაწეობდა, დაგიდგეს რიგი, ისეთი რიგი, როგორც დღეს მაყურებელმაც ნახავ. თემუკას ისტორია იაპონიაში ძალიან საინტერესო და ძალიან უჩვეულოდ განვითარდა. და რაც პირველ რიგში ალბათ დამსახურება იმის, რომ იმდენად ბუნებრივად ესმის მას იაპონელი ხალხის და იმდენად მჭიდრო არის მათ შორის ეს რაღაცა, არ ვიცი, გაგება უსიტყვოდ, რომ რაღაცა ძალიან დიდი სითბო დაგროვდა მის მიმართ იაპონელი ხალხის და ისიც მე ძალიან მადლიერი ვარ და რაღაცა უეცრად აღმოჩნდით ისეთ მდგომარეობაში, რომ საქმიდან რომ გამოვდიოდით, უკვე აღარ იყო ისეთი დღე, როცა მას ვერ ცნობდნენ, მაგალითად ქუჩაში და არ მოდიოდნენ, რომ იქნებ ფოტო გადავიღოთ. საოცარი ადგილია, სადაც მოვედი, ამას ქვია ტორაია და ვიცი, რომ ეკუთვნის ოჯახს, რომელიც 500 წლის განმავლობაში ქმნის თავის ისტორიას, ხო? დიახ. და რომ მოგვიყვე ამ შენობის შესახებ და თუნდაც ოჯახის შესახებ, ვისთანაც მეგობრობ. ტორაია არის იაპონური ტკბილეულის კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი ისტორია. ამ კომპანიას აქვს 500 წლის ისტორია და ეხლა ვინც მართავს, პრეზიდენტი არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი მიცუჰარო კუროკავა და არის ამ კომპანიის მე-18 თაობის წარმომადგენელი. ეხლა გახსნეს ახალი შენობა ამ გინზაზე და ჩვენ მე ხლა შემიძლია შემოგთავაზოთ, განახოთ როგორი ტკბილეული აქვს, ასე ვთქვათ, იაპონიაში არის ძალიან ცნობილი ჩაის ცერემონიალი. მე ხშირად ვადარებ ჩაის ცერემონიალს ქართულ სუფრასთან, იმიტომ რომ ორივე არის სტუმართმასპინძლობის გამოხატვის ფორმა, ორივე შეიქმნება სხვადასხვა კულტურული ელემენტებისგან და ძალიან ბევრი მსგავსობა არის. თუნდაც ის, რომ ჩაის ცერემონიალი ითვალისწინებს ჰარმონიას. შეგვიძლია წავიდეთ ესე იგი. აქ ვიმყოფებით გალერეაში, სადაც არის ნაჩვენები ოსტატების მიერ შექმნილი ჭურჭლები, ტრადიციული და ხშირად აქ ხშირად მოვდივართ, ჩვენი მეგობრები არიან ასევე აქ და ვათვალიერებთ იაპონურ ჭურჭელს. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის განუყოფელი ნაწილი ჩაის ცერემონიალში და ხშირად გვიწევს აქ სიარული. კიდე აქ ძალიან ახლოს არის ერთი შენობა, ფეშონ ცენტრი არის, სადაც თანამედროვე სამოსები იყიდება. რეი კავაკუბო არის ძალიან ცნობილი იაპონელი დიზაინერი და მის მიერ შექმნილი კონცეფცია არის.
იქ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, წარმოდგენილი არის ფიროსმანის ნახატები, ძალიან კარგად არის ინტეგრირებული და ეს ძალიან მინდა რომ განახოთ, როგორ არის. სიამოვნებით. საინტერესოა. ძალიან თან ტოკიოს სცენში გინზაზე, სადაც ამდენი ხალხი მოძრაობს, მით უმეტეს ესეთ ტრენდულ და ფეშენ სივრცეში ესე ქართული ელემენტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ფიროსმანი რო არის წარდგენილი ჩვენთვის ძალიან საამაყოა. და არა მარტო ამ სართულზე, და სხვა სართულებიც განახოთ, იქაც არის ყველგან ფიროსმანის მოტივი. დიდი მადლობა საინტერესო დიალოგისთვის. ბოლოს კითხავ, რაიმე ხო არ არის ისეთი თემა, რისი გაჟღერებაც შეიძლება გინდოდეს და შეგვიძლია დავამატოთ კიდე. მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოს გვაქვს ძალიან მდიდარი კულტურა და ტრადიციები, ისე რომ შეუდარებელია ფაქტიურად სხვა ქვეყანასთან. ამას კარგად ვხედავ, მე ძალიან კარგად ვისწრობ იაპონურ კულტურას და მის სიმდიდრეს, მაგრამ მაინც ვწმუნდები, რომ საქართველო არის ძალიან საინტერესო ქვეყანა. ეს მინდა რომ მე გავუზიარო ქართველ ხალხს რა და ამისთვის მუშაობ, რომ ამას კიდევ უფრო მაღალი აღიარება მივიღოთ. და ჩვენ თვითონვე გავუფრთხილდეთ ჩვენს, რა თქმა უნდა, ხშირად ტრადიციებს. ჩვენ ეს გვავიწყდება. მაგრამ არა და მართლა ძალიან საინტერესო რაღაცა გვაქვს, უნიკალური. ძალიან დიდი მადლობა თემურ და მე დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იყო ამ დიალოგის მოსმენა და რა თქმა უნდა თქვენ საქმიანობაში და ოჯახურ სივრცეში, ოჯახურ გარემოშიც ბევრ წარმატებას და სიხარულს გისურვებთ. პირიქით უღმესი მადლობა ასეთი შესაძლებლობისთვის.